მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს ვისაუბრებთ ევრობიუროკრატიის ხელით, Deep State-ის დავალებით, ჩვენს რეგიონში, მეზობელ ქვეყანაში აღსრულებულ ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რაც არის მოლდოვის არჩევნები. და ალბათ სანამ უშუალოდ არჩევნებამდე მივალთ, ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ მოლდოვას როგორც ქვეყნის კონტექსტი. მოლდოვა ამ წუთამდე რჩება DST-ს წევრ ქვეყანად, მას არ აქვს გაცხადებულიც კი რომ დატოვება სურს DST-ს წევრობის. მისადმი ამ მიმართულებით არ არსებობს არანაირი კრიტიკა ზუსტად ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც ჩვენ მაგალითად ყოველად დაუფუძნებელ და უსაფუძვლო ბრალდებებს გვიჟღერებენ, რომ რაღაც ტიპის კავშირები და მით უმეტეს გავლენები გვაქვს რუსეთისგან. მოლდოვას აგრეთვე ძალიან ცუდ მდგომარეობა აქვს კორუფციის მხრივ. ჩვენ გადაცემაში მოგვიწევს რომ ხშირად შევადაროთ რომ საქართველოსა და მოლდოვაში არსებული სიტუაცია, იმიტომ რომ მას ამ ქვეყანასთან მიმართებაში ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, თუნდაც როდესაც კანდიდატის სტატუსი ჯერ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, ჩვენ გვითხრეს რომ ჩვენ არ ვიყავით მზად, მაშინ როდესაც თითქმის ყველა კომპონენტით მოლდოვაზე წინ ვართ, მოლდოვაში. სხვა შორის საინტერესო ეს არც ჩვენი პოზიცია, ეს არც მიკერძოვებული აზრია, ეს არის ობიექტური რეალობა, მაგალითად მსოფლიო ბანკის ესე იგი მართლობის ინდიკატორებს როცა აფასებენ, იმის მიხედვით რომ შევაფასოთ, გინდა კორუფცია, გინდა გამოხატვის თავისუფლება, გინდა სასამართლო, გინდა კორუფცია, ყველა ამ ინდიკატორით 1, 2 და 3 პუნქტით ნაბიჯით ვარ წინ და ზოგ შემთხვევაში 2-ჯერ და 3-ჯერ ვარ ძლიერები ვიდრე ეს მოლდოვა, უკრაინაზე ხო ლაპარაკი არ არის. შესაბამისად ეს იყო, რა თქმა უნდა, შანტაჟის ზიარაღი. ჩვენ მოლდოვის არჩევნები საინტერესოდ შეგვიძლია შევაფასოთ რა კონტექსტიდან შეხედე ზოგადად ევროპაში როგორ იმართება არჩევნები, ანუ ნახე, როგორ არ არიან ხალხის რეპრეზენტატორები ის ძალები, ანუ ევრობიუროკრატები და Deep State-ი, როგორ არ არის ხალხის რეპრეზენტატორი და ის ვინც გადაწყვეტს რომ იყოს ხალხის ხმა, ვისაც ხალხი მიყვება და ვისაც ხალხი უჭერს ხარს, როგორ აკერებენ იმას სხვადასხვა იარლებს, ყველაზე ხშირად ეს არის ფაშიზმი და პრორუსული ძალა, შემდეგ მას ლეგალისტური ჭრილიდან თუ სხვადასხვა ესე იგი მიმართულებით ჩახსნიან ხოლმე არჩევნებიდან, ზოგჯერ იჭერენ, მათ რეკლამას ხო ვერ ნახავ, ვერაფერს ვერ ნახავ, ვერც მეინსტრიმ ტელევიზიებში, ვერც ქუჩაში, ვერცად სოციმედიაშიც მათ შორის და ამის და მიუხედავადაც კი აგებენ. ამ ყველაფრის მიუხედავადაც მოლდოვის შემთხვევაში ემიგრანტების ხმით გადაწყვეტა. ანუ შიდა არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ ეს რა ვქო, ერთი დაიჭირეს, მეორე ჩახსნეს, მესამე მასკენეს მოკლეს, ანუ ყველანაირად ეცადნენ, მაინც კი წააგეს შიგნით, ასე რომ ვთქვათ. ეს არ არის ხალხის რეპრეზენტატორი ძალა, მხოლოდ ეს გვარწმუნებს. მოლდოვა, ანუ ნახე, რაც ხდება გერმანიაში და საფრანგეთში, ის ხდება მოლდოვაში და რუმინეთში. მოლდოვაში რუმინეთსგან განსხვავებით, მათ სასქესო შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები არ გააუქმეს. მაგრამ სხვა შორის სანდუმ პირველ სანამ ოფიციალურად შედეგები გამოცხადდებოდა, მანამდე მიანიშნა, რომ შეიძლებოდა თუ რუსეთისთვის სასარგებლო შედეგი დამთავრება, თუ თვითონ არ გაიმარჯვებდა, ანულირება მომხდარიყო არჩევნების შედეგები. ძალიან სიმპტომატური ამას ამბობ, რომ ღიად ჩვენც რაზეც გვედავებოდნენ, ჩაატარეთ მანამ არჩევნები, სანამ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ანუ ჩვენ მიერ მოსაწონი შედეგი არ დაждდება. ეს არჩევნების არსსაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსაც, ანტიკურ საბერძნეთის დემოკრატიასაც, რომაულ სტანდარტსაც, ყველა მთელ ქრისტიანულ მორალს და ევროპულ ანთროპოლოგიას მთლიანად ეწინააღმდეგება. ზუსტად უბრალოდ აქ ყველაზე კარგად გამოიხადა, იმიტომ რომ მოლდოვა მაინც არ არის საფრანგეთი და გერმანია და კიდე შეიძლება ყველაფერი რუმინეთში ხო დაიჭირეს. კი, რომელსაც მერე უპოვეს, ესე იგი, გამარჯვებული კანდიდატი. გამარჯვებული და ქვემოთ უპოვეს რუბლები. და ამით გადაწყვიტეს, რომ იყო რუსეთს ეგ მოქმედების სქემა ხო ყველგან ერთი და იგივე, ყველა Deep State-ის მართვად და კონტროლირებად ძალებში, იმიტომ რომ თავარი არის, რომ შენზე ელაპარაკო, რომ ეს არის რუსული ძალის წარმომადგენელი, რუსული ინტერესის გამტანი და მე უკვე შენზე ყველაფრის განხორციელება შეიძლება რა, ძალადობა იქნება ეს, უსამართლობა იქნება, თუ ხელისუფლება არის ამ მომენტში დაქვემდებარებული Deep State-ის მათი ხელით
კანონის მიხედვით აღსრულებული დანაშაული და ასე შემდეგ. მოლდოვის არჩევნების დღიდან რამდენიმე დღით ადრე რომ შენ ორ მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს უუქმებ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ამაზე რომ განგაში ზარები არის მისეურო ბიუროკრატიაში, რომლებიც ესეთ რაღაცებს ხო ძალიან დღემდე სააკაშვილზე გვეუბნებიან, რომ ციხეში ზის მთავარი ოპოზიციონერი და პოლიტპატიმარი არის და უნდა გამოუშვათ და ასე აგენტია შესაბამისად ისინი ხელავენ მათზე და როდესაც შენ არ ხარ ლიბერალურ სტანდარტში, ლიბერალურ დემოკრატიის, კულტურული მარქსიზმის სტანდარტში, შენზე არ ვწელდება ის ადამიანის უფლებები ზოგადად, არ ვწელდება შენზე არც ემპათია, არაფერი, შენზე ყველაფერი შეიძლება. მათზე არა და რა შორს მივდივართ მოლდოვაში ხო ერთ-ერთი პირველი ვინცა ეს კონსერვატიული მე იმას ვამბობ, რა ქვია, ლიდერშიპიდან ერთ-ერთი პირველი ვინც იყო და გაილაშქრა ლიბერალურ ზოგადად კანონმდებლობაზე და გარედან თავს მოხვეულ სხვადასხვა კანონებზე ევრობიუროკრატიის და დიპ სტეიტის მხრიდან იყო დოდონი, ხო, პრეზიდენტი, რომელიც მერე დაიჭირეს, რომელსაც მოუწყვეს, რა ვიცი, ყველაფერი დააბრალეს, რაც კი შეიძლება და ეგ ვაფშე მაგათთვის პრობლემა არ არის, როგორც ახლა ჩვენ გერმანიის მაგალითს კიდე იმიტომ ვახსენებთ, რომ AfD არის პარტია, რომელსაც ყველანაირად შეუზღუდეს ერთი რეკლამა, სადმე მეინსტრიმ საშუალებებში გამოჩენა, ხალხამდე რო ხმა მიიტანოს ის წევრები მოუკლეს პირდაპირ უცნაურ ვითარებაში ზედიზედ დაიხოცა ერთ წლის განმავლობაში AfD-ს 7 კაცი და ზოგადად ოპოზიციური კანდიდატები 16 ადამიანი. ზოგს საერთოდ არანაირი ქრონიკული დაავადება არ აწუხებდა, ზოგი თვითმკვლელობამდე არის მისული ყოველგვარი წერილის ან წინაგან ესე იგი საფუძველის გარეშე ეს ძალიან უცნაურია რა ეს ყველაფერი და პირდაპირ ესე გააკეთეს. ეხლა შენ წარმოიდგინე მოლდოვაში და რუმინეთში რასაც მით უფრო რუმინეთში იგეგმება ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზის მშენებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის იქნება ესე იგი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიმართულებით და პრიზმით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი აღმოსავლეთ ევროპაში, რითიც შენ შეგვიძლია თქვათ ესე გაშალო შენი ხედვები, ფრაგმენტები, გინდა დასავლეთ ევროპისკენ, გინდა ქვემოთ ახლო აღმოსავლეთისკენ, შავ ზღვაზე, ანუ მიხვდი, ეს არის ძალიან გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი და იქ როგორ წარმოგიდგენია შენ სხვა კანდიდატისადმი, ვინც ამ წესრიგს შეუქმნის საფრთხეს, მიუდგნენ დემოკრატიულად, მიუდგნენ სტანდარტებით, არა, ამ პირდაპირ მოკლავენ, ამ პირდაპირ გააქრობენ, ამ პირდაპირ დაიჭერენ. არ არის ეს არაფერი გასაკვირი. აი ამ დონეზე მივიდა დასავლური, ვთქვათ, სტანდარტი. მოლდოვაში როგორც ახსენ უკვე ორი ოპოზიციური კანდიდატი აკრძალეს, ამოიღეს საარჩევნო სიიდან. ერთი დღით ადრე იმ რეგიონში, რომელზეც ამბობდნენ, რომ აქ პრორუსული მიდრეკილების მოსახლეობა ჭარბობს, დაიწყეს იმ ხიდების რემონტი, რომლითაც უნდა დაკავშირებოდნენ მაცხოვრებლები საარჩევნო უბნებს, ანუ ყველანაირი წინაღობა შექმნეს იმისა, რომ ხელისუფლებისადმი არაკეთილგანწყობილი მოსახლეობა დაებრკოლებინათ არჩევნებში მისვლისგან და საკუთარი არჩევნის დაფიქსირებისგან და რაც ყველაზე ტრაგიკული არის ქვეყნისთვის არის, რომ შიდა მოსახლეობამ, რომელიც მოლდოვაში ცხოვრობს და ვის ყოველდღიურობა არის ამ ქვეყანაში ცხოვრება, მათ აირჩიეს ოპოზიციური კანდიდატი და რეალობა შეცვალა 100,000-მა ემიგრანტის ხმამ ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც ესე რაღაც უცნაურად შემოედინა, იმიტომ რომ დილამდე უპრეცედენტო რაღაც იყო არჩევნების მხრივ, იმიტომ რომ დილამდე გაგრძელდა, საღამოს რო დაიკეტა უბნები, დილამდე გაგრძელდა დათვლა, სანამ სასურველი შედეგი არ დადგა, იქამდე ითვლიდნენ ტიპები და გადაწყვიტა ყველაფერი ამ 100,000-მა ხმამ, რომელიც შემოვიდა არა უშუალოდ მოლდოვაში მცხოვრები, არამედ ემიგრაციაში მყოფი სუბიექტებისგან და მაგ ემიგრაციის ხმებზეც არის ძალიან ტრაგიკომიკური ის, რომ მაგალითად რუსეთში მოლდოვის დიასპორა არის სადაც 400,000-მდე ოფიციალური რიცხვი არის 300,000 რაღაც.
რუსეთში იყო 2 საარჩევნო პუნქტი გახსნილი, თელ რუსეთში, სადაც 400,000-მდე მოლდოველი ცხოვრობს და მაგალითად ირლანდიაში, სადაც 10,000 მოლდოველი არის, მხოლოდ იყო გახსნილი 14 საარჩევნო უბანი. და როდესაც ასეთეს ხმა შემოვიდა, აღმოჩნდა, რომ 80% აძლევდა სანდუს ხმას და 20% მხოლოდ ოპოზიციის ხმას. მოდი ახლა ვთქვათ, რეალობა მან აი შენ ძალიან კაი მაგალითები მოიყვანე. რა თქმა უნდა, რომ შენ შეგიძლია ამ ტექნიკური დეტალებით იმანიპულირო შედეგზე. როდესაც იცი, რომ სიტუაცია ირლანდიაში ამ 10,000 კაციდან თითქმის ყველა იქნება შენი მხარდაჭერი, იმიტომ რომ მიგრაცია აქედან იქ აპრიორი ნიშნავს, რომ შენ რაღაცა პროდასალურ მიმართულებას უჭერენ მხარს, იქ შენ ბევრ საარჩევნო პუნქტს გახსნი, რითიც უფრო მეტ ხმების მობილიზებას მოახერხებ, ხოლო რუსეთში რა თქმა უნდა, რომ შენ წინააღმდეგ იქნება. მხოლოდ ეს რო იყოს ტექნიკური დეტალები, რომლებთაც იმანიპულირების შედეგებზე, კიდე იტყოდი, რომ არასწორია, მაგრამ რაღაცა აქ რა ლავირების საშუალება. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მთელი ღამე ითვლიდნენ, რომლითაც თვითონ სანამ სასურველი შედეგი არ მიიღეს, მე უცნაური მობილიზება ემიგრანტების ხმის და ეხლა ნახე შეადარე ეს ყველაფერი ჩვენთან მომხდარ ამბობს. ჩვენი არჩევნები ჩატარდა ყველა დამკვირვებლის მიერ. ეს იყო აღიარებული როგორც კონკურენტუნარიანი არჩევნები, სადაც არანაირი ესე დიდ დარღვევას არ ქონდა ადგილი, დიდ გაყალბებაზე ხო საუბარი ზედმეტია, ვერავინ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანა. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდე წინა საპარლამენტო არჩევნები, თუ აღარ მახსოვს თვითმმართველობის იყო, სადაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდომილებაზე ლაპარაკობდა, დიდ ცდომილებაზე და შემდეგ ირაკლი ყობახიძე ეუბნებოდა, რომ ყველგან შემიძლია დაგიჯდეთ და ეს დაგიმტკიცოთ. ბოლოს მათ მოიხადეს ბოდიში იმან ვინც დააფუშინგა ეს თემა და თუ გახსოვს ცესკოსთან აპირებდნენ შევარდნას, ისროდნენ ბოთლებს, ყველანაირი ეს აქციები, მაგით დაირაზმა ხალხი, მაგაზე ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ არსად და პუფი იქნება, ვინც ამ პარლამენტში შევა და ეს არის გაყალბებული არჩევნები და შემდეგ როგორც აღმოჩნდა, ეუთო ოდირმაც აღიარა, ყველა ავტორიტეტმა ინსტიტუციამ ეს აღიარა და შევიდნენ პარლამენტში. ჩვენთანაც იგივე ეხლაც იგივე მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ყველა აღიარა, უბრალოდ ევროკავშირი მაინც რაღაცა ევრობიუროკრატები, ეს განსაკუთრებულად კორუმპირებული სუბიექტები დღემდე გველაპარაკებიან რაღაცა ტიპის გაყალბებაზე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, იმიტომ რომ მათი მოსაწონი შედეგი არ დაჯდა და მოლდოვაში რა მოხდა? ითვალეს მანამ და აკეთეს მანამ ყველაფერი ისე, სანამ მათი შედეგი არ დაჯდა და მაგას რო გაყალბებას დაუძახებ, ეგ არ იქნება გაყალბება. ანუ ხვდები ჩვენ მეტი ესე იგი მეტი ფოკუსი უნდა გავასწოროთ აი ამ ფილოსოფიაზე, თუ სად არიან ისინი. ესეთი სამყარო არასოდეს არ ყოფილა, რაც მე მინდა პრინციპი იმას უნდა მოვარგო, ესე იგი კანონი უნდა მოვარგო იმას, პრინციპი და მორალი უნდა ავაწყო ისე, რომ სანამ ჩემი სასურველი შედეგი არ იქნება. ესეთი მსგავსი მდგომარეობა არც შუა საუკუნეებში არ ყოფილა, არც რომში, არც ძველ საბერძნეთში, მე ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით. კიდე არჩევნების მიმდინარეობისას უკვე საფუძველს ქმნიდან იმისა, რომ თუ არასასურველი შედეგი იქნებოდა ანულირებულად გამოეცხადებინათ, ეს თვითონ სანდუმაც თქვა და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ არნახული კიბერშეტევები მოდის რუსეთიდან და ყველანაირად ანგრევენ ჩვენ საარჩევნო სისტემას და ასე შემდეგ. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ანუ მედიაში რომ ოპოზიციური ხმა გააქრეს და გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას სრულად მოკლეს, ეგ რო კიდევ კარგად თვალსაჩინო გავხადოთ, მაგალითად ტელეგრამის დამფუძნებელი ყვება ისტორიას, როდესაც საფრანგეთში დააკავეს, ჩემთან მოდის ფრანგი ჯაშუს ეძახის, მაგრამ წარმომადგენელი სტრუქტურის. და მესაუბრებაო იმაზეო, რომ მოლდოვაშიო, მაძლევს სიასო, რომ მოლდოვაში არის ოპერირებს ტელეგრამზე არხები, რომლებიც საჭიროა რომ დაიბლოკოს, იმიტომ რომ ისინი ცდებიან სიტყვის და გამოხატულების თავისუფლებას და არღვევენ სოციმედიის განჩინებულ წესებს. გადავხედეთო ამასო, რამდენიმეო დაუბლოკეთო და ეს რომ დაუბლოკეთო, მოდიან მადლობით და შემდეგ მოგთო უფრო დიდი სიაო. რომ ეხა ესენი უნდა დაბლოკოთ. და ამათ რომ გადავხედო,
არაფერი არა აქვს თორა ისეთიო რაცო ჩვენ guideline-ებს ეწინააღმდეგებო. ამაზე განუცხადეთ უარი. The same agency asked us to do certain things in Moldova as well. So even before that, I think it was October last year or September, I was arrested in Paris in late August. And then again approached through an intermediary and asked, would you mind taking down some channels in Moldova because there is an election going on and we're afraid there's going to be some interference with these elections. Could you please connect with representatives of the government of Moldova and take care of it? We said, we're happy to take a look at it and see if there is content there that is in violation of our rules. And they sent us a list of channels and bots. Some of them were, so it was a very short list, and some of these channels and bots were in violation indeed of our rules, and we took them down, only a few of them. The rest were okay. Then they said thank you and sent us another list of dozens of channels, many channels. We looked at these channels, we realized that there is no solid foundation to justify banning them. And we refused to do that. და ეხ საფრანგეთი რატო არის მნიშვნელოვანი აქტორი, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი მაკრონი იყო, რომელმაც მიულოცა გავარჯო, რომელიც ჩავიდა მოლდოვაში და ასე შემდეგ. და ნუ ეხ მაკრონი როგორც მთელი ევროპის ბიუროკრატიის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურა. შენ თუ იცი რა შეთანხმება შედგა მაკრონსა და სანდუს შორის ამ სახელმწიფოებრივ დონეზე, რომელიც რო არა ეს არჩევნები ჩაიშლებოდა, რო არ ამ არჩევნებში არა სანდუს გამარჯვება ჩაიშლებოდა და შესაბამისად რატო იყო ძალიან მნიშვნელოვანი მაკრონის და საფრანგეთისთვის და ევროპის ბიუროკრატიაც რატო არის ესე მოწადინებული. მოლდოვამ განაცხადა თანხმობა საფრანგეთში, რაც კი ტოქსიკური ნარჩენი ეს იქნება ციანიდი გადამუშავებული თუ სხვა, ანუ რაც კი ტოქსიკური ისტი რაც არის საფრანგეთში, რომელსაც რაღაც ბუნკერებში მიწის ქვეშ და ინახავდნენ და ძალიან პრობლემური იყო საფრანგეთისთვის, ამას დაასაწყობებს მოლდოვა. ამაზე აქვს ხელი მოწერილი. ანუ მოლდოვა იმის გამო, რომ თქვენ გვიღიარეთ ეს არჩევნები, რომელსაც თქვენ გავაყალბეთ. ჩვენ გავხდებით თქვენი სანაგვე. რეალურად პირდაპირ სანაგვეც არა. სანაგვეზე უარესი. თქვენი რაღაც იმის გადამამუშავებელი. დაბინძურების კერა, ანუ დავწამლავთ და იმას რა ქვია, გავანადგურებ, დავაავადებ ჩვენ მოსახლეობას, მხოლოდ იმის გამო, რომ deep state იყოს უფრო ძლიერი. და მოლდოვაში ვინც ნამყოფი არის ნებისმიერ ადამიანს რომ კითხო პირველი რასაც მოგიყვება არის რომ დღემდე არის 90-იანების გაიშნიკური სისტემა სადაც პოლიციას თუმას რო აწოდებდა ყველანაირ დარღვევაზე თვალს რო გიხუჭავს მოლდოვას ისე იმ კონტექსტს რო დაუბრუნდეთ რომ რამდენად უსამართლოდ დაგვაყენეს ჩვენ მოლდოვასთან და უკრაინასთან მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსი მოხდა დღესაც რო ეს საუბარი მიდის მე რომ აი აქ როგორ კარგად და დემოკრატიულად ჩაატარეს არჩევნები და უსაქართლო რაც უდად იქცევა იქ როგორ დემოკრატიულ რუკუსლარი და როგორ წინსვლა აქვს მოლდოვას ნუ ჩვენ ჩამოთვალეთ ხო რომ ყველა პარამეტრში ჯობია მათ შორის თუნდაც ეკონომიკას რო გადახედოთ ჩვენ per capita რაც არის რომელიც არის 9000 რაღაც დოლარი იმათი არის სადღაც 7000 დოლარამდე ანუ არ არსებობს მონაკვეთი სადაც საქართველოს არ არის უფრო დაწინაურებული განვითარების მხრივ ვიდრე მოლდოვა მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ მოლდოვაში ძალიან პრობლემური არჩევნების ფონზე არანაირი კრიტიკული განცხადება ევროპის ბიუროკრატიისგან არ ისმის ჩვენთან როდესაც იმის 1%-იც კი არ ხდება რაც მოხდა მოლდოვაში გვეუბნებიან რომ ეს არჩევნები არის ელჩქვეშ ამ არჩევნებს არ გააჩნია რეალური ლეგიტიმაცია მოგვიწოდებენ რომ აი ახალ არჩევნებზე ხო არ უნდა ვიფიქროთ პოლიტპატიმრები არ არსებული ასე ხო არ უნდა გამოუშვათ და ასე შემდეგ და აგერ რევოლუციის თარიღზე კიდე ამბობენ რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის და აქ თავისუფლება აქ უნდა გაიმარჯვოს და აი ეს მსგავსი უსამართლო მიდგომა რომელიც ნუ ბევრი რაღაც და ხო გამოწვეულ თავარი ყოველ სადაც მივდივართ არის ის რომ რა არის deep state-ის გეგმა deep state-ის გეგმა ამ შემთხვევაში იყო რომ მოლდოვაში ყოლოდა მისი მარიონეტი მართველი რომელიც ეგეთ მარტივ თუნდაც სხვა ყველაფერს თავიდან ომში ჩართვას და ასე შემდეგ ეგეთ მარტივ დათმობებზე წავიდოდა რომ ნაგავსაყრელად გადააქცევდა საფრანგეთისთვის საკუთარ ქვეყანას და ტოქსიკურ ნარჩენებს დაუსაწყობებდა და ნუ ეხლა სხვა
მხრივ რაზე შეიძლება რომ უარი უთხრას იმ ლეგიტიმაციისთვის, რომელიც მას მიანიჭეს. და ჩვენ როდესაც ამას არ ვაკეთებთ და რეალურ სუვერენიტეტს ვინარჩუნებთ, მარტო ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენთან ისი არჩევნები არ ჩატარდა ლეგიტიმურად, თქვენ არ წარმოადგენთ ხალხის ნებას და ასე შემდეგ. ჩვენ მივიღეთ რეალობა ძალიან უცნაური და მე ამაზე ხა წინა მონაკვეთში ვისაუბრე, რომ ისტორიულად არ მახსოვს ესეთი პოლიტიკურ, არ ვიცი, მორალურ, ფილოსოფიურ, სოციალური თქვათ კონდიცია და ვიღაცა თუ იტყვის ტოტალიტარული ეპოქა, მაგალითად ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი, ის არ იყო ესეთი და რატო? მას თავისი თქვათ ეს რეპრესიული აპარატი გაცხადებული ჰქონდა, რომ ყველა, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, არის ჩვენი წმინდა იდეის მტერი. და შესაბამისად ეს იყო გაცხადებული და პირდაპირი რეპრესიები, პირდაპირი, ვთქვათ, ეს იყო ხო, გინდა დახვრეტები, გინდა გასახლებები, ანუ ეს იყო ყველაფერი პირდაპირი და როდესაც შენ ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი თითქოს ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პოლიტიკური ფილოსოფიის სარჩულით აკეთებ საბოლოო ჯამში ტოტალიტარულ რეპრესიულ სისტემას, ეს არის ძალიან ცუდი, როდესაც ტყუილით, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტი ვთქვათ პოლიტიკური მკვლელობა არა რუსეთს ეკუთვნის, არამედ ეკუთვნის Deep State-ს, აგერ მოქმედ პრეზიდენტს ესროლეს, ჩარლი კირკს ესროლეს, ფიცოს ესროლეს, პირდაპირ სროლებზეა ხო ლაპარაკი, სადაც მათ ვინც წინააღმდეგობას უწევს პირდაპირ კლავენ, ესვრიან, არ ვიცი, ყველაფერს აკეთებენ, სადაც განსხვავებულ აზრს პირდაპირ აკრობენ სროლებზე. კიდე ის დამოწი 16 კანდიდატი ძალიან უცნაურ ვითარებაში არის მოკლული გერმანიაში ოპოზიციურ კანდიდატებს გულისხმობს, სადაც განსხვავებულ აზრს პირდაპირ მნიშვნელობით აკრობენ მეინსტრიმული გინდა ტელევიზიებიდან, სოცმედიიდან, ქუჩებიდან, ბილბორდებიდან, ყველაფრიდან, ხო, განსაკუთრებით AfD-ს მაგალითზე მაქვს საუბარი. ეს არის ტოტალიტარული შედეგი, ეს არის ტოტალიტარული მმართველობის დამახასიათებელი შედეგი, უბრალოდ შენიღბული აი კულტურულ მარქსიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიაში, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი ყველაზე ჰუმანური ჩვენ გვჭირდება, აი ვთქვათ, უმცირესობები, ყველა ადამიანის უფლების დაცვა, რაღაცა განსაკუთრებული პოზიტიური დისკრიმინაცია სხვადასხვა ყოფილ ჩაგრულ ჯგუფებზე, ჩვენ ყველას ხმა უნდა დავინახოთ, ვინც აქამდე არ ჩანდა, ანუ ზედმეტად ჰუმანური მეთოდოლოგიით, უბრალოდ ყველაზე ბრუტალური ფორმებით და რაც თავარია შედეგი არის სრულად ესე იგი წარმოუდგენელი და გაურკვეველი. ამიტომაც საქართველოს გახდა განსაკუთრებით აი ამ შეტევის, აი ამ ვთქვათ ლიბერალურ დემოკრატიის, ესე იგი შეტევის ობიექტი. სადაც ჩვენ გთხოვენ პასუხს იმაზე, რაც არ დაგვიშავებია, ჩვენ გთხოვენ იმის გაკეთებას, რაც ჩვენ გთხოვდნენ განსაკუთრებით იმის გაკეთებას, რაც ჩვენ ქვეყანას პირდაპირ გაანადგურებდა, ეს იყო სანქციების დაწესება რუსეთისადმი, ეს იყო ომში ჩართვა, სხვადასხვა მეთოდებით ჩარტერების გაგზავნა, ერთი სიმბოლური ჩაფხუტის გაგზავნა მაინც სიტყვაზე ომში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას გთხოვდა ერთი Deep State-ი, სხვადასხვა ელჩების მეშვეობით იყო ეს გზავნილები, ამას გთხოვდა უკრაინული ლიდერშიპი პირდაპირ ეთერებში და ეს არ ახალია და ეს არ არის დამალული და ამას არ ჭირდება საერთოდ გადამოწმება, პირდაპირ შეგიძლიათ ნახოთ და ამის შემდეგ აი ეს pushing-ი, აი ეს განსაკუთრებული შანტაჟი წამოვიდა ევროკავშირის მხრიდან, წარმოუდგენელი, რომელსაც არანაირი ახსნა არ აქვს, თუ რატო მოგთხოვეს ეს ყველაფერი, თუ რატო გვავიწროვებენ ესე განსაკუთრებულად, როცა ჩვენ სტანდარტების მიმართულებით ყველაფერში წინ ვიყავით ვიდრე მოლდოვა და უკრაინა და სტატუსი ჩვენ გვეკუთვნოდა პირველი და არა მათ დაჩქარებული წესით მიიღეს ეს სტატუსი, ამას დამატებული და დაჩქარებული წესით შეიტანეს, ხო გახსოვს ის ჩვენც რო განცხადი გავაკეთეთ. ამას დამატებული, შენ თუ გახსოვს, რა თქვა ფონ დერ ლაიენმა, რომ უკრაინელები მზად არიან, რომ მოკვდნენ ევროკავშირში შესვლის გამო. ეს ძალიან არაეთიკური და მე მგონია აროგანტული და ევროცენტრისტული დამოკიდებულება, როგორ შეიძლება საერთოდ ამის თქმა, ხო? რაღაცა ეკონომიკურ გაერთიანებაზე, როგორ შეიძლება თქვა, რომ
მზად არიან ეს ხალხი რომ მოკვდნენ, ესე იგი რაღაცა წმინდაზე მეტია, ხო, საკრალურზე მეტია ევროკავშირი და ევროკავშირი ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, რომ ევროკავშირი არის პრაგმატული საკითხი და არა წმინდა და საკრალური. რა თქმა უნდა. და აგრეთვე მოლდოვაზე ჩვენ უნდა დაგვაუწყდეს USAID-ის როლი. იმიტომ რომ ის პრანკერები რო არიან ჯორჯ ბუში რო დაპრანკეს და სალომე ზურაბიშვილი რაღაცა მაგათმა დაურეკეს Samantha Powers, რომელიც იყო ამ USAID-ის დირექტორი. სადაც ამ ძალიან გულახდილად დაიწყო იმის მოყოლა უკრაინასა და მოლდოვეთში როგორ აგზავნიდა USAID დონაციებს იმის რომ ეს სამოქალაქო საზოგადოებაა ეს ჯადოსნური ევრობიუროკრატიის საყვარელი სივრცე მოეძლიერებინათ მათთვის სასურველი შედეგების მისაღებად ქუჩაში პროტესტი იქნებოდა ეს თუ პროპაგანდის გავრცელება და მაშინ რაღაც ტრამპ მოვიდა და დაგვიხურავ ჩვენო ეს პროგრამები და ვეღარ შეგვაქვეხა ეგ ფული რაც ნუ შედეგზეც აისახა იმიტომ რომ შიგნით მოლდოვის მოსახლეობამ აირჩია ოპოზიციის კანდიდატი. Well, I traveled for that reason many times to Moldova and USAID made unprecedented investments there. This was not a country that USAID had really had much of a presence in, very small. We expanded it massively, both for the sake of Ukraine, but of course also for Moldova. მოკლედ ჩვენ უყურეთ საცირკო წარმოდგენას, სადაც ძალიან ღიად მარტივად deep state-მა და ევრობიუროკრატიის ხელით გააყალბა კიდევ ერთი და პრინციპში ესე ღიად არსად არ მომხდარა, ესე ღიად და ბიჭო რუმინეთში რაღაცა ბრალდებით დაიჭირეს მაინც და ანუ აქ მოხდა რომ ვითვლით მანამ სანამ ჩვენ არ მოვიგებთ. ანუ მე და შენ ახლა ფეხბურთი რო ვითამაშოთ, აი ფრანკოს პერიოდში რო რეალი იგებდა მადრიდის იქ პრინციპი დიქტატორი ხო გაქნა საშა ბარონ კოენი. აი საშა ბარონ კოენის ფილმში დიქტატორი სადაც სპრინტერულ შეჯიბრებაზე დიქტატორი გადის პირველ ადგილზე, იმიტომ რომ გვერდით ვინც მიყვება ესვრის რა, ესვრის პირდაპირ და მოაქვთ რა ქვია ეს. ერთი ესვრის და ვინც უსწრებს, ზოგი ვერ უსწრებს, ვერ ბედავს და რა თქმა უნდა პირველ ადგილზე გადის, ხო? ფინიშის ხაზსაც რომ მიაქვთ ამას. კი, მიაქვთ. ეგეთ პირობებში მოიგებენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოიგებენ. ეგ გააკეთა deep state-მა მოლდოვაში და ამას უყურეთ ყველა. კი ბატონო. და ეს არ უნდა გახორციელდეს ჩვენთან არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის საარჩევნო უბანზე მოსახლეობამ დააფიქსიროს თავისი შეხედულება. დღეს ამ გლობალურ ყურადღებისთვის გაგაბრძანდებათ. ნახვამდის.